აფხაზეთის მეომართა კავშირმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ომის ვეტერანებთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადება, რომელიც მონაწილეებმა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ შეაფასეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მომზადდა შესაბამისი განცხადება, რომლის საფუძველზეც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში საქართველოს დაბადება გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებული განცხადება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307 და 318 მუხლებით, რომლებიც სამშობლოს ღალატსა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას ეხება. დღეს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურმა და აფხაზეთის მეომართა კავშირმა გააკეთა განცხადება გია ბარამიძეს გაუფიქრებელი და გაუაზრებელი სიტყვების გამო. მთელი მეომრები და ვეტერანები ვართ აღშფოთებული, რომ ასეთი შეურაცხყოფა მოგვაყენა მთელ საქართველოს მეომრებს. ჩვენ არც ერთი ტყვე არ დაგვიხრედია და გია ბარამიძეს სად ნახე, სადიომა არ ვიცით, რომელსაც ტუფლები არ დაუსულია ტალახში და აკუში არ ყოფილა და ჩამოდიოდა აფხაზეთში ხან ჩამჩერში ხან ქალაქ სოხუმში. რო სურათები გადაეღო და გამორბა თბილისში, რომ გამხდარიყო დეპუტატი და დღეს კიდევ მთელი საქართველოს მეომრებს და ვეტერანებს მოგვაყენა შეურაცხყოფა. რაზეც ჩვენ ვითხოვთ არ მოიხადოს ბოდიში, ანდა მაშინ ეთყობა დავალება აქვს, ალბათ რუსეთიდან ტრისის ქვიზე დაასხა წყალი. ეგ არის საქართველოს ღალატი და არის ჩვენი შეურაცხყოფა მთელ საქართველოს ვეტერანებსა და მეომრებს. დახვედით ჩვენ ნამდვილად არავინ არ დაგვიხვედრია და თელმა საქართველოს და თელმა ქვეყანამ იცის, რომ აფხაზებმა დახვედა ჩვენი გმირები. ბატონი ჟიური შარტავა, მამი ალასანია, გენო ადამია და რამ გაბისკირია და ბევრი მათგანი. ჩვენ არავინ არ დაგვიხვედრია და ხვიტავდნენ თვითონ აფხაზები და ჩეჩნები და ბატონი გია ბარამიძე მაგათის ქვიზე ასხამს წყალს და ჩვენ გვაბრალებს ამ ყველაფერს. გვინდოდა გუშინ მიმართვა გაგვეკეთებინა გენერალური პროკურატურისთვის და დაადგინოს როდის, სად, რა ფაქტებზეა საუბარი და რა აქვს ამ ადამიანს თავში ნააზრები. ხა ერთია ჩვენ რა ვარაუდი გვაქვს, მაგრამ მეორეა რა ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით ისაუბრა ამ ყველაფერზე. ჩვენ დაგვიკავშირდნენ ვეტერანები და გთხოვეს, რომ ამ განცხადებაზე უნდათ თავისი თანამონაწილეობის დაფიქსირება ხელმოწერება. მაგიტო გადაწყდა, რომ გუშინ არ შეგვეტანა ეს განაცხადი. არამედ დღეს ყველა ერთად შეკრებული იყო. ეს საკმაოდ ისეთი გააზრებული ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია, ეს არ არის ესეთი მარტივი თემა. ეს საკმაოდ ისეთი თემაა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს და ითხოვს კომპეტენტური შემადგენლობის დადებას ფაქტობრივი გარემოების, რომ შეფასება გაკეთდეს.